ქართოხატი აი მოდით ჩვენი ინტერვიუ ქართული ოცნების საგარეო ურთიერთობების მიმოხილვით დავიწყოთ და შემდეგ უშუალოდ შიდა პოლიტიკური პროცესები პირველ რიგში კი ვისაუბროთ მარკო რუბიოს მიერ მაკაბოჭორიშვილის ვაშინგტონში დაპატიჟებაზე, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკური ტერორიზმის საკითხთან დაკავშირებულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. აი როგორც თავად ქართულ ოცნებაში ვისმენთ, რუბიოს მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. გითხარით, თქვენ როგორ უყურებთ ამ ვიზიტს? რა ვიცით ამ სამიტის შინაარსობრივ ნაწილზე და შესაბამისად ამ ღონისძიებაზე დაპატიჟება რა ტიპის პოლიტიკური სიგნალია? საღამოშიტობის კიდევ ერთხელ მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ჩემთვის ცოტა ესეთია, ზედაპირულია, იმიტომ რომ გასაგებია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია აქ რამდენჯერმე იყო, ასევე მათი კონკრეტული დამოკიდებულება და მათი პოზიცია საქართველოში არსებულ შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ორიენტირებზე ჩვენ არაერთხელ გვინახავს. მარკო რუბიოს თვითონ განცხადება კონგრესში, როდესაც მოსმენა იყო და საქართველოს საკითხზე მას კონგრესმენებმა ძალიან კონკრეტული კითხვები დაუსვეს, რა თქმა უნდა, ეს პოზიციაც ჩვენ მოვისმინეთ. ეს პოზიცია იყო, რომ ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნულ ძალაუფლებას ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დაუსვეს ის შეკითხვები, ის კონკრეტული ორიენტირები, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულონ, თუ უნდათ რომ გაუმჯობესდეს გაცილებით უფრო ურთიერთობები, რაზეც ჯერჯერობით ჩვენი, ასე ვთქვათ, ყველა დასტური გვაქვს იმის, რომ ამაზე არავით არის რეაგირება ქართულ ოცნებას არ ქონია, რაც შეეხება სამიტს 60-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული, 60 ქვეყნის, ასე ვთქვათ, კონკრეტულად წარმომადგენლების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა, რა ვიცი, კრიმინალური იუსტიციის საერთაშორისო კონტექსტში, ამიტომ ახლა განსაკუთრებულად რომ რაიმე ორმხრივი ფორმატი იქნება, რა თქმა უნდა, ამაზე, რა ვიცი, არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იცით რა, თუ ქართულ ოცნებას უნდა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაცნაირად ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს საკეთილდღეოდ დააყენოს თუნდაც დღის წესრიგში, ეს მათ იციან რა უნდა გააკეთონ, ხო? ეს არის კონკრეტულად საქართველოში უსაფრთხოების კონტექსტი, ირანთან დაკავშირებული ძალიან მწვავე პრობლემები, ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც არაერთხელ დასმულა, პრეზიდენტ ტრამპის დერეფნის მიმართულებით ჩართულობა, ხო? ანუ ასევე შიდა პოლიტიკური კონტექსტი. შიდა პოლიტიკური კონტექსტში დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების აკრძალვის საკითხი, ადამიანების დევნის, პარტიის პოლიტიკური ლიდერების დევნის საკითხი კონკრეტულად, რა თქმა უნდა, არსებობს და ამიტომ მე ამ კუთხით ვერც თქვენ, ვერც მე ვერც ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და ამერიკელები ვერ ხედავენ რაიმე როგორც ამბობენ ქართოხატი არაერთი წინაპირობაა დაყენებული იმისთვის რომ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მე ირანთან ურთიერთობების ჭრილში მინდა ჩაგეკითხოთ და რატომ აი ვაშინგტონში მაკაბოჭორიშვილის მიწვევა ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ირანში ამერიკული მხარის მიერ ლიკვიდირებული სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ხა გვახსოვს, როცა თეირანში მიხეილ ყაველაშვილის გამგზავრების გაწყვეტილების შესახებ გაცხადდა, რა ტიპის განცხადებები კეთდებოდა, ხო, თბილისში ვისმენდით განცხადებებს, რომ ამ გაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოყვებოდა ვაშინგტონის მხრიდან, თუმცა არ ვიცი ხა რასაც ვხედავთ, მარკო რუბიო აი სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იწვევს მაკაბოჭორიშვილს ცივილიზებული სამყაროს სხვა ლიდერებთან ერთად ამ სამიტს. ანუ კითხვასაც დაგისვათ და ერთად მიპასუხეთ. კი, თუმცა მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აი ამ მიპატიჟებაში ჩანს თუ არა, რომ თქვათ, იგივე საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლასთან დაკავშირებით თბილისში უფრო ღელავდნენ ვიდრე ვაშინგტონში. აი ცეთ რა არის კონკრეტულად ახლა თბილისში ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხი და ჩვენი უსაფრთხოების კონტექსტი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი ასე ვერ დავსვავდი საკითხს, რომ თბილისში უფრო ღელავდით ვიდრე სადმე სხვაგან, ხო? ანუ ჩვენ ქვეყანას ეხება. ეს არის პირველ რიგში ის, რომ ირანის გავლენები, თქვათ, ინფილტრაცია, ზოგადად, ანუ კონკრეტულად სხვადასხვა მაგალითებით ჩვენ გვაქვს არაერთი, როგორ ხდებოდა რეკრუტირება, როგორ ხდება ადამიანების რადიკალიზაცია და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ვღელავთ იმ საერთაშორისო და უსაფრთხოების წესრიგზე, რომელიც აქვს ანტიეროვნულ ძალაუფლებას. ეს არის რუსული გავლენები, ეს არის ირანის ისლამური, თქვათ, გვარდიის გავლენები, რეკრუტირების მცდელობები, ჩვენი მოქალაქეების რადიკალიზაციის მცდელობები, სხვადასხვა ფილიალების გაძლიერება
მაშინ როდესაც გამოჩენილ და მართლად მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ემუქრება ძალიან სერიოზული საფრთხე, ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ ვღელავთ, მაგრამ ასევე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა ორმხრივ თუ ზოგადად იმ ურთიერთობების კონტექსტში, რა ურთიერთობებზეც ახლა შეიძლება ქართული ოცნება აქცენტს სვავდეს, ყოველთვის არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხო? მათ შორის თქვათ ჩინეთის გავლენების გაფართოება, რუსეთის გავლენების გაფართოება. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა და წარმოგვიდგენია, რომ თქვათ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო დერეფანზე მიერთების კონტექსტში და დერეფნის ასე ვთქვათ გაძლიერების კონტექსტში რაიმე პოზიტიური შეუძლია ქართულ ოცნებას თქვას, რა თქმა უნდა, მაშინ მათ ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადადგან. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას, ჩვენ ბოლოს ყველაზე მაღალ დონეზე, რაც ნახეთ, ეს იყო რუბიოს განცხადება, ამის შემდეგ მაღალ დონეზე არ ყოფილა, თქვათ, არც უარყოფა, არც რაიმე გაუმჯობესებაზე ლაპარაკი. თქვათ, ეს არის კონკრეტულად ის რა მოცემულობას და ფაქტებიც გვაქვს, ასევე ბიძინა ივანიშვილის სანქციები, რომელიც მის წინააღმდეგ არის, ეს სანქციები არ მოხსნილა და ჩვენ სულ გავიწყდება ხოლმე, რომ რაღაცნაირად თითქოს აი ფიქრობთ, რომ დაალაგდებიან. დაალაგება რას ნიშნავს? დაალაგება ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი სხვადასხვა კონიუნქტურულ გეოპოლიტიკურ ჭრილში იყოს დაცული ამ რეგიონში, ხო? ანუ ეს არის რეალურად და ჩვენ გვჭირდება ძლიერი მეგობრები რეგიონში ლიდერობა, რაც დათმო ქართულმა ოცნება, ამიტომ მოდით ესე ვთქვათ, 60-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული, 60-ზე მეტი ქვეყანა. ეს და არა მხოლოდ ევროპიდან, ან ევროპის კავშირიდან, ძალიან ბევრი თქვათ სხვადასხვა კონტინენტებიდან. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის საკითხები, რომელიც არის დღესწესრიგში და რომელიც იდო თქვათ მაგიდაზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია აქ ჩამოდიოდა, ეს საკითხები არ მოხსნილა და არც მოიხსნება. ჩვენ რა გვჭირდება? აი ძალიან მარტივი კითხვაა, ხო? ჩვენ გვჭირდება ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიყოთ მართლა ძალიან მნიშვნელოვან ჭიდრო თანამშრომლობაში, ისეთივე ინვესტიციები განხორციელდეს თუნდაც ნახევარგამტარებზე, როგორიც არის სომხეთში, ისეთივე თანამშრომლობა იყოს უსაფრთხოების სფეროში, როგორიც არის სომხეთსა და აზერბაიჯანთან ამერიკის შეერთებული შტატების, ისეთივე თქვათ მჭიდრო ურთიერთობები იყოს, როგორიც არის თქვათ სხვა ქვეყნებთან. თუ ჩვენ გვჭირდება ზედაპირული ურთიერთობები, სადაც ქართული ოცნება მხოლოდ რაღაც პროპაგანდისტულად მიუდგება ამ ყველაფერს. მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს, ჩემი ქვეყნის ინტერესები მაღელვებს და არ უდგები ამას პროპაგანდისტულად, როგორც ქართული ოცნება. ხათოხატია გამოჩნდება ნამდვილად რა გაგრძელება იქნება ტრამპის ადმინისტრაციის და ქართული ოცნების ურთიერთობას, იქამდე კი შევაფასოთ ისიც, რასაც ბრიუსელთან მიმართებაში ვხედავთ, რომ ევროპაშიც გადმოვინაცვლოთ, მით უფრო რომ ამ კვირაში შეფასების საგანია კაია კალასის მიერ გაკეთებული განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მაყურებლებს რომ გავახსენოთ, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად აღარ აქვთ და არც მისი მხარდაჭერა სურთ. აი რასახე მიიღო ამასობაში უკვე ბრიუსელის და თბილისის ურთიერთობებმა და მეორე მხრივ აი რატომ შეიძლება აღარ ცდილობდეს ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები ქართულ ოცნებასთან არსებული პრობლემების ისევ დიალოგის გზით მოგვარებას, როგორც ამას იგივე ამერიკის შეერთებული შტატები და ვაშინგტონი ცდილობს. არა, მე ვერ დავარქმევდი, რომ ეს არის ვაშინგტონთან დიალოგი. ეს არის კონკრეტული მცდელობა, რომელიც და ის ნაბიჯები, მცდელობის ნაბიჯები, რომელიც გადმოდგა ჩვენმა მეგობარმა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანმა ისტორიულმა პარტნიორმა და მათ კონკრეტულად ძალიან ისეთი თქვათ საკითხების გაჟღერება მოხდა ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც აქ იყო საქართველოში, ამიტომ მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის რაღაცა დიდი გარღვევა, ხო? კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, დასავლური ინტერესი, რაც შეიძლება ფართო იყოს ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, როცა მაშინ სომხეთში და თქვათ აზერბაიჯანში იზრდება. თუნდაც სამშვიდობო ეს შეთანხმებები, თუნდაც სამშვიდობო კონტექსტში ძალიან სერიოზული ინვესტიციები, მაგრამ ამ კუთხით სამწუხაროდ გაუმჯობესებები არ ხდება და მე ყველას ყოველთვის თუ ადამიანებთან და როცა მაქვს ადამიანებთან ურთიერთობა, ასევე თქვათ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ რეალური ქმედებები და რაც ხდება თქვათ პროპაგანდის კუთხით, ხო, ეს საინტერესოა, ამაზე დაკვირვება და ეს რაღაცნაირად ამ ხაზის გავლება უნდა ვისწავლოთ, რაც შეეხება ევროკავშირთან. იცით რა არის, აი ახალი რაიმეს მოგონება იმ საგარეო პოლიტიკურ ბრჭყალებში, ორიენტირებში, რომელზეც ქართული ოცნება ფიქრობს, რომ მანევრირებას მოახერხებს და ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ძალა ყველა მისი წარმომადგენლით, აქ მანევრირების სივრცე საერთოდ აღარ არის, ხო? ანუ ეს ანტიდასავლური პროპაგანდა
საქართველოს ეროვნული ისტორიული მისიის წაშლა, ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში, ხო თქვენ გჯერათ, რომ ამ შიდა პოლიტიკური დისკურსით, ამ რეპრესიული პოლიტიკით, ამ საგარეო პოლიტიკის მართლა წარმოუდგენლად რაღაცა ისეთი დომხალით და სრულიად სხვაგან იზოლაციონიზმით, რომელსაც გვაჩეჩებს ივანიშვილი და ამ იზოლაციონის არქმევს სუვერენიტეტს, ამით როგორ წარმოგიდგენთ, რომ ევროკავშირში რაღაცა გარღვევა მოხდება. უფრო მეტიც, აი მე-6 კლასტერი გახსნეს უკვე მოლდოვასთან და უკრაინასთან და ჩვენ უბრალოდ ულტიმატუმის და საშინელი ანტიდასავლური და ანტიევროკავშირის პროპაგანდისენით ელაპარაკება ქართული ოცნება. ქართული ოცნება საკითხს უსვამს, ასე ევროკავშირს უფრო სჭირდება საქართველოს თუ საქართველოს ევროკავშირი, ამიტომ მოდით ეს კითხვაც დავსვათ, მოისმენდით, რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მაგალითად, ლევან მაჭავარიანის პოზიცია გახდა შეფასების საგანი, ევროკავშირს საქართველოს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, შესაბამისად მოუწევთ ჩვენთან დასხდნენ, ან მოიგებიან გონს და დაიწყებენ მოლაპარაკებებს, ან უნდა დაველოდოთ ცვლილებებს ევროკავშირში, გუშინ გააკეთა მან მედიასთან ეს განცხადება. აი რას ამბობს რიცხვები თუ კი რიცხვებს ჩავხედავთ და მართლაც რას აძლევს საქართველოს ევროკავშირის სივრცესთან თანამშრომლობა და მეორე მხრივ რას აძლევს თვითონ ევროპას საქართველოსთან ჭიდრო კავშირი. გულწრფელს რომ გითხრათ, ჩემს თავმოყარეობაზე მეტია ეხა მაჭავარიანის კონკრეტულ გამონათქვამზე პასუხი, მაგრამ ზოგად კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რას ნიშნავს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება. პირველ რიგში ესა და რაზე ამბობს უარს ქართული ოცნება. ეს არის მშვიდობის ყველაზე უფრო დიდი ქოლგა, რომელიც არსებობს უახლეს ისტორიაში და არა მხოლოდ უახლეს ისტორიაში. ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა, ეს არის პრაქტიკულად ისეთი სამხედრო დახმარებები, რომელზეც აი თქვა საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში დასული იქნება და მე მინდა მაგალითი მოვიყვანო ამის მოლდოვის, როდესაც რამოდენიმე დღის წინ ევროკავშირის მშვიდობის ყველაზე დიდმა ფონდმა 120 მილიონი ევრო მისცა ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დაინსტალირების და ყიდვის და შესყიდვის მიზნით მოლდოვას, ხო, ანუ გააძლიეროს მოლდოვის შეიარაღებული ძალები. ანუ პატარა ქვეყანას განვითარების, გადარჩენის, მშვიდობის დამყარების მხოლოდ ორი გზა აქვს. მეტი გზა უბრალოდ არ არსებობს და არც ისტორიულად ქაუტომელა, არც ფაქტობრივად, არც მოცემულობით და არც ნებისმიერ თუნდაც რა ვიცი ანტიკური ხანიდან, ხო? ეს არის პირველი, ჩვენ გვყავდეს ძლიერი მეგობრები და ჩვენ ვიყოთ ისეთ ალიანსებში და კოალიციებში, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების დაცვას მშვიდობას, მათ შორის ეკონომიკური ინვესტიციებით და უზრუნველყოფით, ეკონომიკური ფინანსური კაპიტალით, როგორიც არის სომხეთში და შენდება ეს მშვიდობა და მეორე ეს არის შეიარაღებული ძლიერი ძალები, როგორიც არის თქვათ ისრაელში, რომელიც საშუალებას მისცემს თუნდაც საქართველოს ცას იყოს დაცული, ხო? ანუ ესა არც ერთი მათგანი ქართულ ოცნებას უბრალოდ არც ერთი მათგანის გაძლიერების მიმართულებით არ გადაუდგავს ნაბიჯი, არც ერთი. ამიტომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ იმაში, რა გვინდა ჩვენ ევროკავშირში და მეორე მხრიდან გვატენიან იზოლაციონის როგორც რაღაცნაირად აი მშვიდობის ფორმულას, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ალბათ თქვენი შვილების, ჩემი შვილების და ზოგადად ჩვენი მომავალი თაობისიანში და ქვეყნის წინაშე. ეს არის მშვიდობა, ეკონომიკური უზრუნველყოფა და ამ კონტექსტში რა ხდება? ნახეთ, რომ ყველაფერი დადის იმაზე და მიდის საბოლოოდ ფსკერზე იმაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი იყოს უზრუნველყოფილი, მისი ფინანსური კაპიტალი იყოს უზრუნველყოფილი, კორუფციის მასშტაბებს თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, სოციალურ გამოწვევებს და უთანასწორობას ძალიან კარგად ხედავთ, ამიტომ ეს დაუშვათ პროპაგანდისტული მშვიდობა არის ზუსტად აი ამ მთელი რაღაც დეзинფორმაციის ნაწილი, აი ამ ბოდიში ერთით ამ მთელ ფონზე მე მაქვს ძალიან მარტივი კითხვა, როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ჩვენ საუბრობთ, ხო? ანუ საგარეო პოლიტიკა ზუსტად მიბმულია იმაზე, როგორ გძნობს ქვეყნის მოქალაქე თავს და ადამიანები საქართველოში თავს, როგორ გძნობენ. ანუ მშვიდობას და კეთილდღეობას ამაზეა მიბმული. როგორ გძნობენ თავს, როდესაც მაგალითად 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევით და კატასტროფები, ბუნებრივი კატასტროფების არავითარი, თქვათ, რეზერვაციის დაკონსერვების საშუალება არ გვაქვს, არა იმიტომ, რომ რაღაცას თქვათ, ეხლა ამ წუთას რაღაცა ვერ გაკეთდა, არამედ იმიტომ, რომ ეს წლების განმავლობაში იყო პრაქტიკულად მიტოვებული. აი, რიანო მობილები არ არსებობს, არ არსებობს ელემენტარული ეკონომიკური უზრუნველყოფა ოჯახების. ეხლა სექტემბერი მოდის ერთ თვეში და სექტემბერში ბავშვები სკოლაში მიდიან, ხო, როდესაც უმძიმესი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვს ოჯახებს. ამიტომ, როდესაც რაღაცა მშვიდობის ჭრილში უყურებთ და ჩვენ რა გვჭირდება ევროკავშირში, კი, ჩვენ გვჭირდება მათი დახმარება, ჩვენ გვჭირდება ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების სფეროში მათთან თანამშრომლობა, ჩვენ გვჭირდება რომ ვიყოთ მათი
მათთან ერთად, იმიტომ რომ გვეკუთვნის ეს ყველაფერი. თუმცა ქართული ოცნება აქ ჩვენ ხედავთ მეორე რჩება იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ახლა აქვს და პრეზიდენტი ჩამოდის და ამას ასაღებად კი ცენტრალური აზიიდან უნდა ჩამოდიოდნენ სტუმრების და დელეგაციების. თქვენ რა გონიათ, მე წინააღმდეგი ვარ, რომ რაიმე თქვათ კონტაქტი იყოს ასე თქვათ საქართველოსი რომელიმე ქვეყანასთან. არავითარი წინააღმდეგობა მე ამაზე არ მაქვს, ამ ბალანსის პოლიტიკაზე, ხო, როდესაც საუბრობენ. მე პირიქით, რა თქმა უნდა, ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მარტო თქვათ რაღაცა კონკრეტულად აზიისკენ გაქვს გეზი და კონკრეტულად ისეთ ქვეყნებთან გაქვს შენ ურთიერთობა, რომელიც უბრალოდ ეკონომიკურ კეთილდღეობასაც არ გაძლევს, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო? და სხვას ასე მთელი დღეების განმავლობაში ანტიპროპაგანდისტულად, ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს, მაშინ რა თქმა უნდა ეს პრობლემაა. აქვს ის პოლიტიკა, რაც აქვს, ამ პოლიტიკის შეცვლას არაპირებს და მეტიც საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ხოლო ისინი, ვინ ჩვენ გვაკრიტიკებენ, პოლიტიკიდან მიდიანო, ნახავდით ალბათ ამ შემთხვევაში უკვე შალო პაპუაშვილს ვახსენებ, მის პოსტს, უბრალოდ სტატუსს ხო, სოციალურ ქსელში, რომელიც მიუძღვნა გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. აი მართლაც ამხელა ზეწოლაა, ხო, ქართულ ოცნებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაგრამ მოკლედ ერთი ნაბიჯითაც კი ვერ ხედავთ, რომ მართველი პარტია უკან იხევდეს. შეიძლება ნატოს გენერალური მდივანი გახდეს, ამიტომ ესე იგი ეს არ იცოდა პაპუაშვილმა. მე მინდა და მეკითხა რა გგონიათ მიზეზები იმის, რომ ქართული ოცნება ამხელა საერთაშორისო ზეწოლასაც კი უძიებს. აი როგორ რა ძალა აქვს პაპუაშვილი სად იქნება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებაში აღარ იქნება. ან სად იქნება კობახიძე. ან სად იქნება ის აღარ სად იქნებიან თქვენ რომ დამისვით კითხვა გვარი აღარ მაჭავარიანს სად იქნებიან როგორ ანუ სად იქნებიან აი მე მართლა მინდა მათ კითხვა დაუსვა რიტორიკული არა ძალიან კონკრეტული სად იქნებიან როდესაც ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებაში აღარ იქნება ანუ რას უზავენ იმ მოღალატეობრივ პოლიტიკას რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ და როდესაც საუბრობენ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე სამოქალაქო საზოგადოებაზე ამ რაღაც დაფინანსებებზე დიდი ბოდიში მაგრამ პაპუაშვილი სად მუშაობდა წლების განმავლობაში. ანუ გერმანულ ფონდებში მე მუშაობდი, თუ თქვენ მუშაობდით წლების განმავლობაში. ან თქვათ მათი ოჯახის წევრები არ მუშაობენ გერმანიის საელჩოებში, ან სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში. თუ კობახიძე არ მუშაობდა და განათლება არ მიიღო, თქვათ სხვა ქვეყანაში, ხო? ანუ გერმანიაში, ან არ მუშაობდა, თქვათ სხვადასხვა ჩვენს მეგობარ პარტნიორ ფონდებში და იქიდან ხელფასებს არ იღებდა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ანუ რა გონორით ლაპარაკობენ, ანუ თქვათ რაღაცა ტენდერებში გამარჯვებული, რა ვიცი, აი კიდევ ის გვარის უმავიწყდება. ანუ თუ შენ პოლიტიკაში ხარ და ბიძინა ივანიშვილს ემსახურები, მაშინ გარანტირებული გაქვს კარგად ყოფნა, გარანტირებული გაქვს ის, რომ რა ვიცი, არ ფშიერი ხარ და არ შენ შვილებს არ შეათ და გადასარევად ხარ და მკურნალობ მაგალითად, ხო? მაგრამ თუ არ ხარ ბიძინა ივანიშვილის სამსახურში, მე სად ახარ? აი ეს კითხვა მინდა მათ დაუსვა. ამიტომ არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს მე არ ვიცი, მე ხედავ პოლიტიკურ მომავალს ამ ქვეყნის დემოკრატიულ დასავლური ევროკავშირის წიაღში, გულში და ნამდვილი მშვიდობით და ნამდვილი კეთილდღეობით. სად იქნებიან ის ადამიანები, ვინც მაგალითად ამ ქვეყნის ისტორიას ესე დადგნენ და ერთი ადამიანის გამო და მიზეზით ამ ადამიანის სამსახურით ეჭიდავებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიას და ქართულ ხალხს. ეს განსაჯოს ხალხმა სად იქნებიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობენ საერთაშორისო მართლაც რაღაცა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მომავალზე. ამ ქვეყნებში იცით რა ხდება, ქალტონელა, აი კიდევ აი მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო. ამ ქვეყნებში დემოკრატიული არჩევნები ტარდება. ამ ქვეყნებში ლიდერები ირცვლებიან, რა თქმა უნდა. ამ ქვეყნებში ახლა კორუფცია არ არის. ამ ქვეყნებში ადამიანებს არ იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის. ამ ქვეყნებში პოლიტიკურ ლიდერებს არ ასამართლებენ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებები ნამდვილად გრძნობენ, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვს და თუ ძლიერად გრძნობ შენ თავს, რატო სვავ ციხეში ადამიანებს? აი მე მართლა მაინტერესებს, რატო სვავენ ციხეში პოლიტიკურ ოპონენტებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი პასუხისმგებლობით ახსავსენ და ძლიერები არიან. და საქმე იმაში, რომ არ არიან. ამიტომ თუ თქვენი შეკითხვა არის კონკრეტული და თქვათ, ან შეიძლება რიტორიკული, სად იქნება პაპუაშვილი, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნება, მე გეტყვით, იქნება იქ, სადაც უნდა ქართულ ხალხს. და ქართულ ხალხს, რომ აღარ უნდა ბიძინა ივანიშვილი თავზე, ესე ვთქვათ, ეჯდეს, ეს ძალიან კარგად არის ყველასთვის უკვე ცნობილი. და ნუ ხო, ბევრი გამოწვევები
რეალობებია, ობიექტურიც და სუბიექტურიც, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ. აი სხვა შორის საჰაერო სისტემებზე, როდესაც ლაპარაკობთ, ამაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ. ანუ აი მოლდოვის მაგალითი მოგიყვანეთ, გამოვიდა იმდენად თავხედები არიან გამოვიდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ აი საქართველოს განვითარებულია მშვიდობის, ჩინეთს ელაპარაკობენ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა და არავითარი ინვესტიცია არ შემოვიდა, არაფერი საერთოდ, არაფერი, აი რაღაცა საპნის ბუშტია ყველაფერი მათი, ხო, ან ტექნოლოგიები შემოუტანიათ ჩინეთიდან, ჩინეთთან უნდა ივაჭრო, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ქვეყანა, მაგრამ რა შემოიტანეს, რა ინტერესები განახორციელეს ქართველი ხალხის სასარგებლოდ, არაფერი, ნული საერთოდ. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, როდესაც თავდაცვის საშუალებებზე ვლაპარაკობთ, დინარაძე რო გამოდის და ხალხს რო პროპაგანდისტულად აი ესე პირდაპირ ესე ნაცრას აყრის, რომ ჩვენო დრონების რაღაცა დრონების საწინააღმდეგო სისტემა ვიყიდეთო, ხო? ანუ ის კი არა, რომ ინდუსტრია განავითარონ, მართლა ადამიანები მოიწვიონ ტექნოლოგიები, ამხელა გარღვევა ხდება უკრაინის ფრონტზე, ამხელა წინსვლა აქვს უკრაინას, ესეთ რუსეთი ესე სუსტდება, წარმოუდგენელია ეს, რომ ჩვენ ვიღაცას ეთქვა რა წლების განმავლობაში, ხო? არა ბიძინას სასარგებლოდ, იმიტომ რომ ბიძინას რაღაცა აბას თუმანის კლდეში არავინ არ შეაწუხოს, რომ გაჭრილი რო აქვს კლდე. ანუ ხალხზე კი არ ფიქრობს, თავის კლდეშია შეყუჟული, იმისთვის იყიდეს დრონების საწინააღმდეგო რაღაცა არც იყიდეს, მე მგონი, ხო? ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი კალაპოტი. ყველაფერს. მე არ ვამბობ იმას, რომ გამოწვევები არ არსებობს. გამოწვევები ძალიან ბევრია. საქართველოსაც აქვს გამოწვევები, მაგრამ ამ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ შესაძლებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად და ნამდვილი ეკონომიკური კეთილდღეობით. კი ბატონო, გასაგებია